14 დაღუპული 25 დაშავებული ჩეხეთის სამძიმრებს იღებს პრაღაში მდებარე კარლის უნივერსიტეტი მასობრივი მკვლელობის ადგილად იქცა. ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტმა სასწავლებელში ცეცხლი გახსნა, დაჭრილთა ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია. დანაშაულის მოტივი ჯერ დაუდგენელია. პოლიცია შემზარავ ტრაგედიას ტერორიზმთან არ აკავშირებს. თავდამსხმელმა თავი მოიკლა, გავრცელებული ცნობით დანაშაულის ჩადენამდე მან მამა მოკლა. დამნაშავე 32 წლის კაცის და მისი 2 თვის ბავშვის მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებს, რომელიც პრაღის ერთი კვირის წინ მოხდა. პოლიციის ინფორმაციით 24 წლის თავდამსხმელი იარაღს ლეგალურად ფლობდა და პრაღასთან ახლოს სოფელში ცხოვრობდა. ცეცხლის გახსნის შემდეგ სასწავლებელში უმძიმესი სურათი იყო. სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის გარე ფასადებს აფარებდა თავს. პრაღაში დღეს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ეს კადრები ჩეხეთის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღესაა გადაღებული. 21 დეკემბერს საღამოს მოვლენების ეპიცენტრი პრაღის ცენტრში მდებარე კარლის უნივერსიტეტი იყო. ერთ-ერთმა სტუდენტმა სასწავლო დაწესებულების შენობაში და შემდეგ სახურავიდან ცეცხლი გახსნა. მომხდარს პანიკა მოჰყვა. ახალგაზრდების ნაწილი შენობიდან გარეთ გაღწევას შეეცადა. ნაწილი კი აუდიტორიებში ჩაიკეტა და იმალებოდა. ადგილზე მალევე მივიდა პოლიცია და უნივერსიტეტი ფაქტობრივად ალყაში მოაქცია. თავდაპირველად რაღაც ხმა გავიგე, ვერც კი წარმოვიდგინე რომ ისროდნენ. შემდეგ უეცრად სტუდენტები და პედაგოგები გამოიქცნენ ფილოსოფიის ფაკულტეტიდან. მე პირდაპირ ამ ხალხში აღმოჩნდი. ისე რომ ვერ ვიგებდი რა ხდებოდა. მე არ ვიყავი მზად იმის გაცნობიერებისთვის, რომ ასეთი რამ შეიძლება პრაღაში მომხდარიყო. დღეს უკვე ცნობილია, რომ სროლის შედეგად მოკლულია 14 ადამიანი. უკანასკნელი ცხედარი უნივერსიტეტში დღეს დილით აღმოაჩინეს. ყველა მათგანი ჩეხეთის მოქალაქეა. კიდევ 25 ადამიანი დაჭრილია. ხელისუფლების ცნობით დაშავებულებს შორის არიან არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და ნიდერლანდების მოქალაქეები. დაშავებულების ნაწილს ოპერაცია ჩაუტარდა. ნაწილი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. 4 ადამიანი იყო სერიოზულ მდგომარეობაში. ყველას აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები, მათ შორის გუმკერდის არეში, ხერხემალში. აღენიშნებოდა ღვიძლის დაზიანება, ნაღვლის ბუშტის დაზიანება. ეს ნამდვილად იყო სერიოზული დაზიანებები. ყველა მათგანი ქალი იყო, 3 20 წლამდე და 1 60 წლის. პრაღაში დღეს დილიდან დანაშაულის ადგილს ჯერ კიდევ იცავდა პოლიცია. მოქალაქეები კი დაღუპულებისადმი პატივისცემის ნიშნად სახელდახელოდ მოწყობილ მემორიალს ყვავილებით ამკობდნენ და სანთლებს ანთებდნენ. მემორიალთან მივიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც. ხელისუფლების გადაწყვეტილებით ჩეხეთში ხვალ გლოვა გამოცხადდა. უცნაურად სუდად, საშინლად ვგრძნობ თავს, რადგანაც მე ლექტორი ვარ თეატრალურ ფაკულტეტზე და ძალიან მძიმედ განვიცადეთ, რაც ხელოვნების ფაკულტეტზე ხდებოდა. ეს საშინელებაა, ვერც კი ვსაუბრობ. პოლიციისთვის ცნობილია თავდამსხმელის ვინაობაც, რომელმაც სროლის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს 24 წლის დავით კოზაკია, რომელიც ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობდა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბოროტ მოქმედს უნივერსიტეტში დიდი რაოდენობით იარაღი და ამუნიცია ჰქონდა მიტანილი. პრაღის პოლიციამ დღესვე მედიას აჩვენა სპეცდანიშნულების რაზმის სამხრე კამერით გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან სამართალდამცავები უნივერსიტეტის დერეფნებში. ჩვენ ადგილზე ვიყავით 5 წუთში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე. ამ მომენტისთვის ჩვენ გქონდა ერთადერთი ინფორმაცია თავდასხმელის ადგილმდებარეობის შესახებ, რომ ის სავარაუდოდ ზედა სართულებზე იყო. ამ კადრში ჩანს, რომ ჩვენ მას ვეძებთ. როგორც კი ადგილზე მივედით, თავდასხმელმა იგრძნო, რომ ის ალყაში იყო მოქცეული და მან ჩვეულქმედებას მიმართა, თვითმკვლელობას. თავდამსხმელის მოტივი ამ დრომდე უცნობი რჩება, თუმცა როგორც ჩეხეთის პოლიციაში ამბობენ, ის მარტო მოქმედებდა და შთაგონებული იყო უცხო ქვეყნებში მომხდარი მასობრივი მკვლელობებით. მათ შორის სახელდება 7 ნოემბერს რუსეთის ქალაქ ბრიანსკის სკოლაში 14 წლის მოსწავლის მიერ მოწყობილი თავდასხმაც. სამართალდამცავებმა ასევე დაადგინეს, რომ ბოროტ მოქმედი იარაღს ლეგალურად ფლობდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ის დაკავშირებულია სხვა დანაშაულებებთანაც. კერძოდ პრაღასთან ახლოს მამისა და ჩვილი ბავშვის მკვლელობასთან. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტში მისვლამდე პოლიციამ კოზაკის სახლში მისი გარდაცვლილი მამა აღმოაჩინა. მედია წერს, რომ პოლიციას მიაწოდეს ინფორმაცია საეჭვო მამაკაცის შესახებ, რომელიც პრაღაში მიემგზავრებოდა და თვითმკვლელობას გეგმავდა. მინდა განვაცხადო, რომ ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ ვერსიაზე, რომ ფილოსოფიის ფაკულტეტზე თავდასხმელი ასევე პასუხისმგებელია გასულ კვირას კლანოვიჩეს ტყეში მომხდარ მკვლელობაზე. პრაღაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს ქვეყნის პირველმა პირებმა. ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა პოლიტიკოსებს და მედიას თავი შეიკავონ ტრაგიკული ინციდენტის პოლიტიზებისაგან. უპირველეს ყოვლისა გამოვხატავ უდიდეს მწუხარებას და ასევე ვგრძნობ უმწეო ბრას იმ სრულიად უმიზეზოდ დაკარგული ახალგაზრდების სიცოცხლის გამო. ამავე დროს მინდა მოუწოდო ყველას არ ისარგებლონ ამ ტრაგიკული ინციდენტით. ის არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის. ის არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიციაზე თავდასხმისთვის და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.
კარალის უნივერსიტეტში მომხდარის გამო ჩეხეთს მსოფლიოს ლიდერებმაც მიუსამძიმრეს. მათ შორის იყო ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ჩეხეთის მოქალაქეებს მიუსამძიმრა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც, რომელმაც თქვა, რომ ამერიკის ხელისუფლება მზადაა საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს ჩეხეთის ხელისუფლებას. ამერიკის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და სწრაფ გამოჯამრთელებას ვუსურვებთ ამ ტრაგიკული მოვლენების გადარჩენილებს. ფედერალური ხელისუფლება კონტაქტია ჩეხეთის ხელისუფლებასთან, როდესაც ისინი აგრძელებენ ინციდენტის გამოძიებას და მზად ვართ დამატებითი მხარდაჭერისთვის, თუ ეს საჭირო გახდება. ჩეხეთის დედაქალაქში მასობრივი მკვლელობის მსხვერპლთა ოჯახებს მიუსამძიმრეს საქართველოს ხელისუფლების წევრებმა. Twitterით გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხი ამ მძიმე დროს ჩეხეთის გვერდითაა. მოკვლულთა ოჯახებს სოციალური ქსელით მიუსამძიმრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. განცხადება გავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. ჩეხეთში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის იარაღის ფლობის ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობა მოქმედებს. 2020 წლის მონაცემებით ქვეყანაში იარაღის 307,000-ზე მეტი მფლობელი იყო რეგისტრირებული. თუმცა ჩეხეთში მასობრივი მკვლელობის შემთხვევები ძალიან იშვიათად ხდება. კარლის უნივერსიტეტზე თავდასხმა ქვეყნის 30 წლიან თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სისხლიანი აღმოჩნდა.